Am წუთიდან ქვეყანა იფიცება. Am წუთებში საქართველოს ასობით კომპანია მუშაობას აჩერებს. ქვეყანაში 3 საათის განმავლობაში გაფიცული იქნება ქვეყანა. ყველაზე მასშტაბურ და უპრეცედენტო პროტესტში საქართველოს მოქალაქეები ერთვებიან 3 საათიდან 6 საათამდე იხურება არაერთი მაღაზია, კვების ობიექტი, ოფისი და საწარმო. მსხვილი კორპორაციები საკუთარ თანამშრომლებს გაფიცვალში ხელს არ უშლიან, ხშირ შემთხვევაში ისინი თავადაც ჩაერთვებიან ამ პროტესტში. დილიდან თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში და შენობებზე საპროტესტო ბანერები გამოჩნდა ვიფიცებით საქართველოსთვის, ვიფიცებით თავისუფლებისთვის. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა ამ გამაფრთხილებელი გაფიცვის მთავარი და უცვლელი მოთხოვნაა. ყველაზე მასშტაბური საპროტესტო მარშის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. ნინო გაზელიანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ნინო, გისმენთ. კერძობის სექტორის გაფიცვის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე და სწორედ აი აქედან ისინიც უერთდებიან ამ მასშტაბურ გაფიცვას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მართლაც უპრეცედენტო არის ბიზნესის მხრიდან, ვინაიდან აქამდე ბოლო წლების განმავლობაში მართლაც არავის არ ახსოვს, რომ კერძო სექტორს ასე ერთხმად დაეფიქსირებინოს თავისი პოზიცია და გამიჯნოდა ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას ქართულ ოცნებას და ისინი ამ ფორმით გამოხატავენ საკუთარ პროტესტს განვითარებული მოვლენების ფონზე. აქ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებსაც ვკითხავდა შევაფასებინებ მიმდინარე პროცესებს. თქვენ ამჟამად აქ ძირითადად ხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ წარმოადგენენ კერძო სექტორს და ბიზნესს, თუმცა მოქალაქეები ამ გაფიცვას აი აქ ყოფნით უერთდებიან და მათი სათქმელიც პრაქტიკულად არის იგივე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოება ამბობს. აი თქვენ კიდევ ერთხელ რომ გააჟღეროთ თქვენი გზავნილი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მისაღებად. ხო, არა და ამ დროს ვარ ინდმეწარმე. მართალია, შესაძლებელია, ხო, ახლა დიდი ბიზნესის მფლობელი არა ვარ, მაგრამ ვარ ინდმეწარმე და მცირე, ასე ვთქვათ, მეწარმე. შეიძლება საკმაოდ ბევრი მცირე მეწარმე შეუერთდა დღევანდელ აქციას. 3 თვეა გაფიცული ვარ, ყველა აქციაში მონაწილეობას ვიღებ და დღევანდელი დღე არის განსაკუთრებით ჩემთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთო გაფიცვა და საერთო ესეთი პროტესტი არის ერთადერთი გზა, რომელიც ოლიგარქის, ასე ვთქვათ, მარწუხებიდან გვიხსნის. ეს არის მთავარი სტრატეგია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ ასეთი სახის პროტესტები არის ის, რაც ტოტალიტარულ რეჟიმებს ანგრევს. გაერთიანება, საზოგადოების კონსოლიდაცია, ქვეყნის პირველ ადგილზე დაყენება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გააზრება იმ პრობლემის, რომელიც ძალიან ღრმა არის და ძალიან მძიმე პრობლემების წინაშე ვდგავართ. გუშინდელი დღე ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, იმიტომ რომ უკვე სიტყვის თავისუფლებაც გისოსებს მიღმარი და ამიტომ ჩემი სოლიდარობა და თანადგომა მზიას და ყველა იმ პოლიტპატიმარს და ყველა იმ ტყვეს, რომელიც ამ რეჟიმმა თავის, ასე ვთქვათ, დილეგში გამოკეტა და რა შეიძლება რომ ითქვას, მხოლოდ გაერთიანებაში არის ძალა და ყველა ორგანიზაციამ, ყველა კომპანიამ, ყველა პარტიამ და რა ვიცი, ჯგუფებმა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, უნდა იპოვოს ძალები, რომ გაერთიანდნენ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ დემოკრატიის მშენებლობა არის აბსოლუტური ილუზია. ძალიან დიდი მადლობა თათია მექვაბიშვილსაც ვკითხავ აზრს. ჩვენ მართლაც ახაც საუბრობდით, რომ გუშინ პრაქტიკულად ვიხილეთ, რომ მედიის წინააღმდეგ დაწყებული არის სამართლებრივი სისხლის სამართლებრივი დევნა და მზია ამაღლობელი საღვკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეუფარდეს პატიმრობა, დევნა მედიის წარმომადგენლების, რომელიც ასევე დღის ბოლოს უკვე დასრულდა ფიზიკური ანგარიშწორებით, მათ შორის ზვიად ქორიძეზეც განხორციელდა ფიზიკური ანგარიშწორება ყოფილ პრემიერზე გიორგი გახარიაზე. აი რა პროცესები ვითარდება, თუნდაც ეს ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ეს ქმედებები რაზე მიუთითებს და რა არის ახლა გამოსავალი? ჩვენთვის ძალიან ნათელია და მინდა მათმა მომხრეებმაც დაინახონ, რომ ეხლა ჩვენ სახელმწიფო საერთოდ დავკარგეთ. მაშინ როგორც გამოამწყვდი ეს მედია, გისოსებს მიღმა, დაატყვევეს სიტყვა, ეს არ ნიშნავს იმათ, რომ მხოლოდ ჩვენი სიტყვა არის დაპატიმრებული. ეს ნიშნავს, რომ შემდეგ იქნებით თქვენ, მეგობრებო, იმიტომ რომ ეს არის ტოტალიტარული მმართველობა და მას ყველაზე უფრო თავის მომხრეების ეშინიათ. იცით რატო? ისინი ძალიან კარგად გრძნობენ, რომ არის
არიან უკანონონი, არიან არალეგიტიმურები და ამიტომ ყველა მათი მომხრე არის მათთვის პოტენციური საფრთხე. ამიტომ ვიფიცებით, ამიტომ დგავართ ჩვენ ამდენი ხანი ქუჩაში, რომ არ ვიხილოთ ის, რომ კანონის შემოქმედები თვითონ არღვევენ კანონს. წარმოუდგენელია საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხდარ აი თავდასხმას საქართველოს მოქალაქეზე აუცილებლად მინდა გამოვეხმარო, ეს არის თავის მოჭრა მეგობრებო, სირცხვილი და გუშინ მათი გუნდის ყოფილ წევრზე თავდასხმა, რომელსაც გვეუბნებოდნენ, რომ იყო რაღაც წარმოუდგენელი მიღწევა ამ ხელისუფლების, ჩვენ მაშინაც ვაპროტესტებდით მაშინ და ეხა მეგობრებო, თუ არ გავერთიანდით, თუ არ დავდექით ერთად, აღმოჩნდებით იქ, საიდანაც მე უკვე გზა თავდასახსნელად ძალიან რთულია. ამიტომ ჩემი სოლიდარობა ყველა უკანონოდ დაპატიმრებულს, ჩემი სოლიდარობა თქვენ პირადად, იმიტომ გუშინ ჩვენ ვიხილეთ თქვენი გაფიცვის შედეგი იცით რა იყო, რომ უნდა იცოდნენ, რომ მერე სათქმელი და თქვენი სიტყვის გასაჟღერებელი ადგილი აღარ იქნება. ამიტომ გამოფხიზლდით, გაიფიცეთ, იმიტომ რომ ესეც ჩვენი უფლებაა, სადაც არის დემოკრატია, მოქალაქეები გამოხატავენ პროტესტს პატარა რაღაცაზეც კი, ჩვენ რო თავის დროზე 12 წლის მანძილზე არ გავდუმებულიყავით, არ მიგვეშვა სიტუაცია აქამდე, ვერ მოიკრებდა ეს ტოტალური მართლობა ძალას. ეხლა გამოფხიზლების დროა, ძალიან მიხარია ჩვენი ერთად დგომა, ჩვენი კონსოლიდაცია და მე გპირდებით, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მადლობა. მოქალაქეები მოსული არიან საქართველოს დროშებით, ასევე ევროკავშირის დროშებით და აი მე ვხედავ ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს წარწერა თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და მასაც ვკითხავ, თქვენ ამ შემთხვევაში კერძო სექტორს წარმოადგენთ, რომ მოქალაქე მოხვედით და ის უერთდებით ამ აქციას, როგორც მოქალაქე. აი თქვენ გაქვთ ახლა წარწერა თავისუფლება რეჟიმის რატომ აქვს ახლა მნიშვნელოვანი თუნდაც ის გაფიცვა, რომელიც დაგეგმა კერძო სექტორმა და 300-ზე მეტი კომპანია შეუერთდა. ყოველი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამ ხელისუფლებისთვის თვალის ასახელად ძალიან მნიშვნელოვანია. რაღაცა უნდა შეცვალონ, ეს არის ფაქტი და რაღაცა უნდა შეიცვალოს. ეს ამ მთავრობის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე ხო ცალსახაა, მაგრამ წარმოუდგენლად დიდია დანაშაული ხალხის მიმართ, იმიტომ რომ დაგვაპირისპირეს ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები გადაგვკიდეს ერთმანეთს და იმის მაგივრად, რომ ამდენი წლის განმავლობაში ხელი შეეწყოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის, რასაც იძახიან და ვითომაკეთებენ, პირიქით მოხდა რა. საშინელ მდგომარეობაში ვართ ხალხი ამ ეტაპზე. ერთმანეთის მიმართ სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა. მე გავესაუბრებ ის მოქალაქეებს, რომლებიც ასევე იმყოფებიან აქ და უერთდებიან ამ გაფიცვას, როგორც ცნობილი არის, საკმაოდ მასშტაბური გაფიცვა დაანონსა და განახორციელა კიდეც კერძო სექტორმა. ნადიმ თქვენს გკითხავთ, დღეს არის ბიზნესის საკმაოდ მასშტაბური და უპრეცედენტო გაფიცვა, შეიძლება ითქვას, თან ეს არის გამაფრთხილებელი იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ გაიგოს ხალხის ხმა და ის მოთხოვნები შეასრულოს, რომელსაც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი 28 ნოემბრის შემდეგ. დიახ, ეგრეთ წოდებული ხელისუფლებას არ შემიძლია ამაც უწოდო, იმიტომ რომ აი რაც ხდება ყოველ დღე, ეს არის ბანდიტური დაჯგუფება, არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აძლევს მითითებებს, ვინ როდის წემონ, ვის როდის დახვდნენ, ალბათ ჩამოვლენ რიგით ნებისმიერ მოქალაქემდე. მე დღეს უკვე დამირეკე სასამართლოდან და თურმე გავეხუმრე პოლიციას ერთი კაცის ნათქვამი, რომ ვინ არის ორგანიზატორი გზას რო გეტავთო და ილია არის მეთქი და ეთყობა მაგრა გაუტყდა უკაცრავად ამ ჟარგონისთვის და რას გენდავთ? ყველა გზის გადაკეტვას მედავები და 5 იანვარს გავიხსენე ის დღე 1000-ობით ადამიანი ვიყავით გზა რო გადავკეტეთ და დადიან ყველამდე. მეც ბიზნესრეებიდან ვარ, არ მალავ ამას, ხიად ვამბობ, ტურიზმის სექტორში. მე გავეცი ჩემ ახლა სასტუმროს დაკეტვა და გაფიცვა, ცოტა ისეთი თემა არის, მაგრამ მოუწოდე ჩემ ხალხს, ვინც მართავს, რომ გაიფიცეთ, უნდა გავიფიცოთ ყველა და არავით არის ახალი არჩევნები. ამ ბანდის გაგდება, გაშვება და ჩავატაროთ ახალი არჩევნები ხალხმა, ახალმა რაღაც ჯგუფმა, პოლიტიკოსების თუ მოქალაქეების არ შეიძლება ამათ ჩატარებული
არჩევნების მოთხოვნა. უნდა წავიდნენ მოუსვლელში, პოლიტიკურ მოუსვლელში, რომელსაც ქვია მათთვის სამფლობელო მოსკოვიან ჩელიაბინსკი. ძალიან დიდი მადლობა. მოქალაქეები აქ იკრიბებიან, ჩვენ ვხედავთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან ისინი მოსული აქ და აი აქ გამოხატავენ ახლა ისინი პროტესტს და პრაქტიკულად ისინიც ასევე უერთდებიან იმ პროტესტს, რომელიც აქვს ბიზნესს. ბაკურ ყვაშილა გამარჯობა. თქვენც უერთდებით ახლა ამ აქციას. რამდენად მნიშვნელოვანი არის ის გადაწყვეტილება, რაც ახლა კერძო სექტორმა მიიღო 3 საათის განმავლობაში ისინი უარს ამბობენ მუშაობაზე, დამსაქმებელიც და დასაქმებულიც აი ახლა 6 საათამდე არის გაფიცული და შეიძლება ითქვას, რომ მართაც უპრეცედენტო არის და ეს ადამიანებიც უერთდებიან იმ ორ ძირითად მოთხოვნას, რომელიც აქვს საზოგადოებას, რომ შესრულდეს რაც შეიძლება მალე. მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ პროტესტის, რომელიც აუცილებლად მოედება მთელ ქვეყანას. ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება ყოველ დღე და ყოველთვის არ იყოს ქუჩაში გარეთ, მაგრამ იგრძნობა, რომ მოსახლეობის, მე ვიტყოდი, 80% არ ეგუება იმ რეალობას, რომელიც სამწუხაროდ შექმნა იმ პარტიამ, რომელიც საკუთარ თავს ქართულ ოცნებას ეძახის. და აუცილებელია ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელახალი არჩევნებით და პოლიტპატიმრების დაუყოვნებელი გათავისუფლების შემდეგ იქნას მიღწეული. და რაც შეეხება გუშინ ჩვენ ნახეთ, რომ სასამართლომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და რედაქტორი მზია ამაღლობელი გაუშვა ციხეში, აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა მას პატიმრობა და თან სისხლის სამართლებრივი დევნა არის დაწყებული, თუმცა ამით არ დასრულებულა ეს დევნა. ჩვენ ნახეთ დღის ბოლოს უკვე ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმა და ასევე ძალიან მალევე გავიგეთ, რომ მალევე მოხდა უკვე ყოფილ პრემიერზე ანგარიშწორება და აი ამ ინციდენტებშიც ქართული ოცნების დეპუტატები. ეს არის უბრალოდ იმის მოცემულობა, რომ ქართული ოცნება კარგავს ლეგიტიმურობას და ლეგიტიმურობა ამ შემთხვევაში არის სხვა არაფერი თუ არა საზოგადოებისა და მოსახლეობის შეგრძნება, განწყობა, რომ მთავრობა, რომელიც მართავს, არის კანონიერი და რომ მის ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ. ოცნება გავიდა აი ამ ჩარჩოებიდან, დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ჯერა იმის, რომ ქართული ოცნება საქართველოსთვის რაიმე კარგ საქმეს აკეთებს და მე ვიტყოდი, რომ ყველას გვაქვს, აი არ ვიცი ეს მოუთმენლობის გრძნობა, რომ როდის დამთავრდება ეს კოშმარი და როდის გამოჩნდება, ვთქვათ, ის ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ამ უკვე ჩამოშლილ და დეგრადირებულ ორგანიზაციაში, რომელიც იტყვის იმას, რომ აი საკმარისია და დაუთმოთ ხალხს ხელისუფლება, რომელიც თავიდანვე სწორედ ხალხს ეკუთვნოდა. ძალიან დიდი მადლობა. ეს ვითარება არის ახლა რესპუბლიკის მოედანზე, მოქალაქეები მოდიან, ისინი აქ შეიკრიბებიან და საღამოს უკვე 7 საათისთვის, როგორც ყოველ დღე 28 ნოემბრის შემდეგ უკვე გადაინაცვლებენ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით, თუმცა მანამდე 3 საათის განმავლობაში გაფიცული იქნება კერძო სექტორი, საკმაოდ ბევრი 300-ზე მეტი კომპანია მიუერთდა ამ გამაფრთხილებელ აქციას, მათ შორის არის როგორც კვების ობიექტები, კაფეები, რესტორნები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრები, ძალიან ბევრი ბიზნესი უერთდება, სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი შეუერთდა ამ აქციას, როგორც ისინი ამბობენ, ეს არის მათი მხრიდან ერთგვარი პირველ რიგში სოლიდარობა რეჟიმის უკანონო პატიმრებისადმი და ბუნებრივია მათი გათავისუფლება არის ერთ-ერთი მოთხოვნა და ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იმყოფება, ვინც ყოველ დღე იკრიბება ასევე პარლამენტთან და აი იმ ბიზნესების წარმომადგენლებიც, რომლებიც დღევანდელ გამაფრთხილებელ აქციაშიც მონაწილეობენ, ამბობენ, რომ შეუძლებელია არსებული ვითარება განიმუხტოს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს აი ეს იმისათვის, რომ ქვეყანა უფრო მალე დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას და იმისათვის, რომ განიმუხტოს ეს არსებული დაძაბულობა. შესაბამისად, ისინი ასევე გეგმავენ ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ორი მოთხოვნის შესრულება, რომ უახლოეს დღეებში შეიკრიბოს
ან უფრო ფართო მასშტაბით გაიმართოს დისკუსია ამ შეხვედრას დაესწრებიან როგორც ცნობილია ის კომპანიები და ის ბიზნესების წარმომადგენლები რომლებიც free business-ის პლატფორმას მიუერთდნენ თუმცა ასევე მიწვეული არიან ისინი ვინც არ მიუერთდა იმისათვის რომ იმსჯელონ რათა ქვეყანამ პოლიტიკურ კრიზისში მყოფმა ქვეყანამ აირიდოს ეკონომიკური კრიზისი რომლის ნიშნებიც როგორც სპეციალისტები ამბობენ უკვე სახეზეა